სალამი. სალამ. კარგად, კარგად. იგნი არ დაგჭა ხო? არა, ცოტა თავარი მოქმედი. გმირი. მადლობა, შოთა სტუმრობისთვის PNG Drive-ში. პირიქით. წყალი კვალყოლა შეგიძლია მიირთვა უზრუნველი გადაცემის მიმდინარეობისას. და პირველ რიგში ცხადია იმ წიგნით მინდა დავიწყო საუბარი, რომელიც ხელთ გიფხრია. და პირველი ქართული წიგნი ბრენდინგზე? კი, პირველი ქართული წიგნი. აქამდე არ ქონია ამ ხელო ბრენდები ქართული. არა, აქამდე ბრენდების უმეტესობა რაღაცა იმით საღი აზრით და ინტუიციით იმართებოდა ხოლმე და ბოლო დროს ბოლო რამდენიმე წელი დავიწყეთ ამ საქმეზე მუშაობა, მაგრამ წიგნად თავმოყრილი თეორიული და პირითაც რაღაც თეორიული და პრაქტიკული ცოდნა ერთად ყოფილიყო, არ ყოფილა. როგორც ჩანს. ხო, მიზანი პირველ რიგში რა არის? მიზანი არა ეგეთი, რომ ამდენი ხნის განმავლობაში აღმოვაჩინე, რომ რაღაც მიგნებასავით იყო რა ალბათ რაღაც მომენტში, რომ ჩვენი სტრატეგიების საქმე სინამდვილეში არის არა სტრატეგიის შექმნა ვიღაცისთვის, არამედ აი ამ ბიზნესმენებისთვის და მეწარმეებისთვის და ასე შემდეგ, არამედ მათ თავში არსებული სტრატეგიების დავიჭირო? არა, დაიმაგრე. ოკეი. მათ თავში არსებული სტრატეგიების ამოღება, მათ თავშივე მოწესრიგება და უბრალოდ დეკლარირება. და მივხვდი რომ ეგ არის მთავარი როლი ჩვენი. და რატომაც ჩვენ ვჭირდებით მაგ ადამიანებს, ერთი ნაწილი არის რომ თეორიული ცოდნა, მათ შორის და პრაქტიკული რაღაც ხელსაწყოები, რომელთაც ეგ უნდა გააკეთონ, არ აქვთ. ხო, გამოცდილებიდან გამომდინარე, რომელიც მიიღე ამ წლების განმავლობაში, გირჩევნია ყავდეს დამკვეთი, რომელმაც იცის თეორიულად. კი, 100%. სტრატეგიები. კი. ვიდრე დამკვეთი, რომელსაც არეული აქვს თავში და მე შენ გიწევს რაღაც ბევრი რამის დავაგება. იცი რა, არეული ექნება მაინც თავში, შეიძლება ჰქონდეს არეული თავში, ეგ არ არის პრობლემა, პირიქით დაალაგება მომწონს ყველაზე მეტად ჩემს საქმეში, მაგრამ ორი ნაწილია რა, ერთი რაც შეკითხვა ეხებოდა, რომ ხო, რა თქმა უნდა, როცა ადამიანს ესმის, რაზე ვმუშაობთ ერთად, შედეგი გაცილებით უკეთესია, ნდობაც გაცილებით მეტია პროცესისადმი, არა მარტო ჩემ და შედეგისადმიც. და მეორე ნაწილი არის, რომ არსებობენ დამკვეთები, რომელსაც ან ფინანსურად არ აქვთ რესურსი იმისი, რომ სტრატეგი დაიქირაონ, ან დრო არ აქვთ რაღაცნაირად ვერ ერგებიან, ან უბრალოდ ხელი არ მიუწვდებათ რაღაც სხვადასხვა მიზეზებით. მგონია რომ მაგ ნაწილში, აი იმ დაპირებას, რომ თქვენ ხართ თქვენი ბრენდის საუკეთესო სტრატეგი, ეს წიგნი დაეხმარება მაგის აღმოჩენაში საკუთარ თავში. და ავტო ინდუსტრიას რო მივადგეთ, არ ვიცი შენ ჩინურ ავტო ინდუსტრიას რამდენად ადევნებს. ახლა უკვე ვიწყებთ ადევნებას. ხო და ანუ ეგ სულიან ძალიან ბევრი რამე. ეგ წარმატება მათ შორის შეიძლება განპირობებული იყოს იმით, რომ სწორად გააკეთეს რაღაცა ბრენდების სტრატეგია, ანუ არა მარტო ცალკეულმა ბრენდებმა, ქვეყანამაც მათ შორის. ანუ შენ როგორ ფიქრობ? ეგ დახვეწეს? იცი რა, მე მგონია ქვეყანამაც მათ შორის კი არა, მგონია რომ ეს ცოტა შემთხვევაა, როცა დიდ და სადაც ბრენდის სიძლიერე მაინც დროში გამოიწდება რა საბოლოო ჯამში და რაღაც იმდენად ახალია ეს ინდუსტრია, ყოველ შემთხვევაში ჩვენი მხარზე დასავლეთის ბაზრებისთვის იმდენად ახალია, რომ მაგაზე ცალსახად მსჯელობა რომ იმათ სწორად ააშენეს ბრენდები თუ რაც დაიწყეს ბრენდის შენება, არ ვიცი. შეგვეძლება 10 წლის შემდეგ? ხო, ალბათ რა და უფრო მეტად აი მეორე ნაწილი რაც თქვი რა, რაღაც ჩინური ავტოინდუსტრიის ბრენდი ააწყვეს ესე რომ თქვა თუ რაღაცა შემოგთავაზეს და მგონია რომ ეხლა ზუსტად ეგ ეტაპია რომ არის ჩემი დაკვირვებაა რა ეგეთი რომ ადამიანების უმეტესობას რომელსაც ჩინური ავტომობილები ყავთ მაინც ან ესე ვთქვა ჩინურია და ბრენდს მე ვკითხულობთ რა კონკრეტულს. ამიტომ რა ჩინური მანქანა მყავს, უფრო არის ეხლა ბრენდი, ვიდრე არ ვიცი, X რომელიღაც ბრენდები. მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძლიერი ბრენდი ააშენა ვიღაცამ, როცა კონკრეტული ბრენდის ქონა რაღაცა სიტყვის ამ ადამიანზე რა. ახლა ჯერ მე არ ვიცი, იმიტომ რომ კომუნიკაცია მათ შორის ეხლა თან როგორ არის. ჩინურ კომუნიკაციასთან ჩვენ შეხება არ გვაქვს. მათ შორის ვერც ჩინურ რეკლამას ვუყურებთ და გავიხ ამერიკაში შეიძლება, ანუ Land Rover-ის რეკლამა საქართველოს შეიძლება არც მქონდეს ნანახი, მაგრამ YouTube-ზე მქონდეს ნანახი. ეხლა ჩინური ბრენდის რეკლამას ეგრევე ვერც ვნახავ. ჩემამდე ის კომუნიკაცია არ მოდის. აქაური დილერები კომუნიკაციას უფრო პროდუქტზე აკეთებენ ვიდრე ბრენდებზე. ამიტომ ჩემ თავში როგორია ესა თუ ის ბრენდი, ანუ რას ამბობს აქ ჩაჯდომა და მისი მართვა ჩემ შესახებ, არავის არ უთქვამს ჩემთვის.
პროდუქტზე ლაპარაკისას ჩვენ თავს წირავთ სიკვდილისთვის ამ პროდუქტის და ორგანიზაციის რა, იმიტომ რომ პროდუქტები მუდმივად იცვლება. ერთადერთი რაც არის ცვლილება იქნება ემოციური ბმა კონკრეტული ბრენდის მიმართ. და ამიტომ პროდუქტზე ლაპარაკი რა თქმა უნდა აუცილებელია, მაგრამ მაგას თუ არ მოყვა ის, აი როგორც მინიმუმ როგორც ვამბობ რა ყველაზე მთავარი რომ ვინ ვარ მე როცა ამ მანქანაში ვზივარ და საჭესთან ვზივარ ამ მანქანაში სულ მუდმივად იქნება ეგ ბრძოლა რომ აი ჩემი პროდუქტი ჯობს შენს პროდუქტს. ყველა ძვირფას ეგ არის. ხო და არა და ყველა ძვირი ეგ ჯდება თან ძვირფასთან. რა ყველა ძვირი არის ეგ რომ აი ვეჭიდაო მაგას. სანამ საქმიანად დაგიკავშირდებიან იმოტორს. ვაუ. პარტნიორები არიან აგენტ ნიკას ნომერი და თუ რაიმე სტატისტვა მოგჭირდება, წარეკავ ტესტ დრაივზე. ნებისმიერ მოდელს, ესე იგი თუ მაღალი გამავლობის მანქანები გიყვარს. პრობლემა არ არის, აგენტური T1 ახალია და ხო, კარგი შტამბეჭდავად გამოიყურება ნამდვილად.